ნამდვილად ბატონი ავტომობილის ემოციური სიტყვების შემდეგ ძნელი არის სიტყვები მოუწევნო, მაგრამ თუ პირველ რიგში გილოცავ 29 წლის თავი არის რეფერენდუმის გამოსადებიდან. რაც ვერ გამოსახულია ჩემთვის აზრობიდან იყო კუმირია, ესეთი ისაბაძი პოლიტიკოსი არის, ბებია ყავს გამსახურდია ძალიან ახლოსი კონსტანტინე გამსახურდია და ბებია ჩემი. ძალიან ხშირად არის კონსტანტინე გამსახურდია ყოფი ფოტოების ინახება ჩვენთან სახლში. რა გვასწავლა რეალურად ზვიად გამსახურდია და მე რა გვასწავლა. აი როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი, არაფიშალობა დურგალი იქნები თუ მეცნიერი, როდესაც ჩამიგეკვის საქართველოს დაცვაში უნდა იყოს თავგანწირულობა. ამ ადამიანებმა გაწიდეს თავი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზენახებდნენ 21 საუკუნეში როგორ უნდა გვესწავლოთ. ეჩეც არის ერთი სიტყვები ნათქვამი, ზვიად გამსახურდია არის 21 საუკუნის პოლიტიკოსი და 20 საუკუნეში არ გვესწავლა ამ ადამიანებს და ზუსტად ასე იყო. ზვიად გამსახურდია სიტყვას და აღდგენით წინასწარ მეყოლებად თავიდან ბოლომდე აუხდა საქართველოს. მაგრამ მე არ მინდა რომ ჩემი თაობა, რომელიც აქციებზე ვდავარ და ავეცე იმის დაწვა და ქვეყნის შემოღებაში ვიყოთ მონაწილე, აქციებზე ვიწევს ყოველთან სამწუხაროდ, ცუდი დროება უნდა საქართველოს და განათლების რეფორმიდან დაწყებული არა მარტო გადაღებული არჩევნები, მთელი რიგი კასკადი მოყვა ამას ქვეყნის დამკვირვების ინსტიტუტების მოშლის და მე მინდა ჩემი თაობა არ იყოს ისტორიის გამხსენებელი, არამედ მე მინდა რომ ისტორიის შემქმნელი იყოს. მე მინდა პირადად რომ ჩემმა თაობა მიიღოს ამ ქვეყნის აშენებაში მონაწილეობა. რაც შეეხება აფხაზეთის თემას ვისაუბრეთ ერთი უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევექო, აგან განათლებაზე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ყავს ბატონი თემურ ჩილაჩევა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი გამაკავშირებელი ხიდი აფხაზეთთან და რატორი ერთადერთი გამაკავშირებელი ხიდი აფხაზეთთან. არც ერთ აფხაზი აფხაზეთში გამოზარდეს სკოლა იყო დამთავრებული, რომელიმე თქვა ვასაკი პატარა არა აფხაზეთთან და იყო სკოლა დამთავრებული. და ჩემი ხნის აფხაზეთს ვიცნობ და თქვენი ხნის აფხაზეთს თო უმცროს თაობას არც ერთი უმცროსი თაობის წარმომადგენელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს არ დაელაპარაკება. სამწუხაროდ არ უნდა ამ დიალოგი, მაგრამ განათლება რომელიც უნდა ჩვენ საკვანძო ურთიერთობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელსაც შეუძლია აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ნობელობით მიიღო სტუდენტი არ. არც ერთ სხვა უნივერსიტეტს არ შეუძლია ეს. და რა არის ყველა საფეხო დიპლომატია ეს? საფეხო დიპლომატიას პოლიტიკოსები არ აფარებენ. ეს არის ხალხთა ურთიერთობა. ჩვენ გვახსოვს 2017 წლიდან 12 სტუდენტი გადმოვიდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ეს იყო განელი, მაგრამ კარგად დავაკვირდები უხეშაფიტვი, ჩვენთვის დაგრაგული თაობა იყო ეს. პირველ საქართველოს იყო მოწყვეტილი. აი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვინც ისწავლიდა, გასაგებია რა გაჭრი გამოვიდა იქიდან. და ჩვენ სახელმწიფო ზუსტად იმ არ ფაკულტეტს, რაც არის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ვამტკიცოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რათა ნებისმიერმა აფხაზმა თუნდაც იურიდიული უზროსავლოს, მათემატიკურ უზროსავლოს თავისუფლად შეძლოს გადმოგვანა აკეთოს. პლუს ამას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუძლია აფხაზეთში დამთავრებული ისინი დაამთავროს უნივერსიტეტს დიპლომი უღიაროს, თუ მას არ უნდა ჩვენთან უნდა საქართველოს სივრცეში ან ევროპულ სივრცეში. და აი ამ ინსტიტუტს მიზანმიმართულად აკრებენ. მიხარი ერთი რომელიმე ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია ამდენი რაღაცა გააკეთოს და დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირდაპირ დგას დახურვის ზღვარზე. ორადორი ფაკულტეტი აგრონომია და აფხაზური ფილოლოგია დაუყოვნეს სამართლით. და ბოლოში უკვე ინსტიტუტად გადააკეთეს და ბოლოს კოლეჯი იქნება ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიუერთდება. და არა მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თესეულ, გეგე, ილია განათლება დათურდება და აქ მინდა რომ ექსას სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა ქართველების უფასო მიღება. ესე იგი ეს ხალხი არ ამზადებს განათლების ბევრ მეცნიერს მოусმენ, გავიგეთ რომ თუ იყო 35,000 მიღება, განახებოდა ეს მიღება და დარჩენილი სტუდენტები რომლის უნივერსიტეტში ვერ მოხდებიან. გზა თავისუფალია და ამისთვის ამზადებენ რეალურად ეს ხდება. ჩვენ ახლა ძალიან ბევრჯერ ჩამიტარებია კიდევ საკომუნიკაციო პლანიც არის სოხუმის სახელმწიფო წარმომადგენელი აქციები ჩამიტარებია და დღესაც ვფიქრობ რომ ვერ წავალ თუ ერთიანობა არ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ შეხედულებებს. უკვე ჩვენ ვიცით რომ უნდა ვიაროთ. 30 წლის 25 წლის განმავლობაში სამი პარტია გამოიწვია სახელმწიფოს ზვიად გამსახურდია შემდეგ. ყველაფერი ხდება. მაგრამ